მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები, სტუმრებო, მოგესალმებით გამოიწერეთ არხი, რომ ჩემი რიტუალები და ჩემი წმენდები და გაშლები მხოლოდ ჩემი მეგობრებისთვის არის. აქ არის ყველა ინგრედიენტი, რაც საჭიროა, უკან პორტოხალიც არის, ასე ყველაფერი. აქ გააქტიურებულია პრინცესა, რომ შეძლოთ სწავლა. დაწყებული სწავლის კარგად განაგრძობა, ადვილად რომ დაიმახსოვროთ. აქ ჩავთე მე ბიზნესი, კარიერა, უბრალო მცირე ბიზნესის სამსახური, მაღალი საზოგადოების შესასწავლი კურსები, მართვის მოწმობის შესასწავლი კურსები, საგამოცდო სწავლა, სასკოლო გამოცდები, თვითონ სწავლის პროცესი. ბავშვებსაც ეხებათ, დედებო, შეგიძლიათ შვილებზე უყუროთ, რა თქმა უნდა, რომ გამოვიდეს სწრაფად და ხარისხიანად გააქტიურებულია, რაც საჭიროა წყალიც. ასევე ჩემო კარგებო და დრო რო არ დავკარგოთ, დავიწყებ და მე ბოლომდე უყურეთ, ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ და მე ვიტყვი ყველაფერს. აქ უკვე წინააღმდეგობები ამოგივიდათ, უკვე დაიწყო ნეგატივი გამოჩნდა, გამოჩნდა. სამჯერ არ გამოგივიდათ რაღაცა, ეს შეიძლება მართვის მოწმობაც იყოს, არ გამოვრიცხავ. მოკლედ ვიწყებ. წმინდა წინასწარმეტყველო ნაუმ და ლოცე მონახთისა, თქვენი სახელი, ან ვიზეც აკეთებთ. სწავლის წყურვილისთვის, სწრაფი გონებისთვის, მოხერხებული ენისათვის, ყველა მეუფის სიყვარულისათვის, დაე მონახთისა სახელი, მეცნიერებაში იყოს პირველი, ყველასგან და თან სდევდეს მას წარმატება. წინასწარმეტყველო ნაუმ, გახსენი წმინდა წიგნი, მასში ღვთის სიტყვები იკითხება, ცოდნა ღვთისა მონა სახელი. ძალიან ესე წყვეტილად მუშაობს სანთელი, ბევრი პრობლემები გაქვთ მენტალზე, ბევრს, ძალიან ბევრს. ერთი წუთით მასში ღვთის სიტყვები იკითხება, ცოდნა ღვთის მონა სახელი თქვენი, ან ვიზეც აკეთებთ, ვისკენ მიემართება წმინდა მამა ნაუმო, მოხსენი მონა ღვთისა სახელი, სიზარმაცე, უყურადღებობა და გაუგებრობა, მოხსენი ბორკილები ტვინიდან, ნისლი და მოწყენილობა, ძალიან ცუდად მუშაობს სანთელი. ყველა ტვინის ტანჯვა, დაე საუბარი მონა ღვთისა სახელი, იყოს სწრაფი, ხელი საწერად მოქნილი, დამწვა, წყევლები გაქვთ, ხოლო ტვინი ნათელი და სუფთა, საუბარი ჰქონდეს აზრიანი, ჰქონდეს სურვილი მონა ღვთისა სახელი. ძალიან პრობლემები გაქვთ მენტალზე და წყევლებია ძალიან. სახელი მეცნიერებისკენ და არ დარჩეს ადგილი სულიერი ტანჯვებისათვის, სახელისა მამისათა და სულისა წმიდისათა, აწდამარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. პრობლემები გაქვთ, პრობლემები, აი აქ წყევლა, აი აქ მუშაობა მიდის, რაღაცები დაფიქსირდა. ვიწყებ.
წმინდა წინასწარმეტყველო ნაუმ დალოცე მონა ღვთისა სახელი სწავლის წყურვილისთვის სწრაფი გონებისთვის მოხერხებული ენისათვის ყოველა მეუფის სიყვარულისათვის დაე მონა ღვთისა სახელი მეცნიერებაში იყოს პირველი ყველასგან და თან სდევდეს მას წარმატება წინასწარმეტყველო ნაუმ გახსენი წმინდა წიგნი მასში ღვთის სიტყვები იკითხება ცოდნა ღვთისა მონა სახელი სკენ მიემართება წმინდა მამა ნაუმო მოხსენი მონა ღვთისას სახელი სიზარმაცე უყურადღებობა და გაუგებრობა მოხსენი ბორკილები ტვინიდან ნისლი და მოწყენილობა ყველა ტვინის ტანჯვა და ეს საუბარი მონა ღვთისა სახელი იყოს სწრაფი ხელი საწერად მოქნილი ხოლო ტვინი ნათელი და სუფთა საუბარი ჰქონდეს აზრიანი ჰქონდეს სურვილი მონა ღვთისა თქვენი სახელი მეცნიერებისკენ და არ დარჩეს ადგილი სულიერი ტანჯვებისათვის სახელისა მამისათა და სულისა წმიდისათა აწტამარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ წმინდა წინასწარმეტყველო ნაუმ დალოცე მონა ღვთისა სახელი თქვენი სწავლის წყურვილისთვის სწრაფი გონებისთვის მოხერხებული ენისათვის ყველა მეუფის სიყვარულისთვის დაე მონა ღვთისა თქვენი სახელი მეცნიერებაში იყოს პირველი ყველასგან და თან სდევდეს მას წარმატება წინასწარმეტყველო ნაუმ გახსენი წმინდა წიგნი მასში ღვთის სიტყვები იკითხება ცოდნა ღვთის მონა სახელი სკენ მიემართება წმინდა მამა ნაუმო მოხსენი მონა ღვთისა სახელი სიზარმაცე უყურადღებობა და გაუგებრობა მოხსენი ვიღაცას არ მოწონს მე ხლა ამას რო ხსნი ჩემსკენ ისე არ ტყავს გაუგებრობა მოხსენი ბორკილები ტვინიდან ნისლი და მოწყენილობა ყველა ტვინის ტანჯვა დაე საუბარი მონა ღვთისა სახელი იყოს სწრაფი ხელი საწერად მოქნილი ხოლო ტვინი ნათელი და სუფთა ნახეთ როგორ გაშავდა თეთრი სანთელი ბევრს გაქვთ აქ მენტალური პრობლემები ბევრს ოპა და ჩაგიქრათ სანთელი აქ სასაფლაოს სუნიც მცემს მე რო იცოდეთ სასაფლაოს სუნი ამ აბზაც თავიდან წავიკითხე, იმიტომ რომ აქ ჩაქრა. წმინდა მამა ნაუმო, მოხსენი მონა ღვთისა, სახელი თქვენი, სიზარმაცე, უყურადღებობა და გაუგებრობა, მოხსენი ბორკილები ტვინიდან, ნისლი და მოწყენილობა, ყველა ტვინის ტანჯვა და ეს საუბარი მონა ღვთისა, სახელი თქვენი იყოს სწრაფი. ნახეთ რეებში. ოხოხო, აქეთ მიურტყავს ძალიან მე წინააღმდეგება აი ამ დაცვას.
სერიოზული ჩაკეტვები აქვს ბევრს. იყოს სწრაფი, ხელი საწერად მუქნილი, ხოლო ტვინი ნათელი და სუფთა. საუბარი ჰქონდეს აზრიანი, ჰქონდეს სურვილი, მონა ღვთისა სახელი თქვენი. მეცნიერებისკენ და არ დარჩეს ადგილი სულიერი ტანჯვებისათვის, სახელისა მამისათა და ოხოხო სულისა წმიდისათა, აწდამარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ნუ აქ ამოვიდა ხახვზე, აქ ამოვიდა ვაშლზე, აქ ამოვიდა ვაშლზე მარტო სიყვარული არ კეთდება, აქ ამოვიდა პირდაპირ აი ჩემს ჯადოქარ გოგოს რო აქვს ქუდი, აი ესეთი ადამიანი, რომელიც ხშირად პრაქტიკოსია და დაუკვეთეს თქვენზე, დაუკვეთეს ეს აგერ ჩექმა ამოვიდა წინდა, რომ ესე იგი წლების, ყველა სხვადასხვა წლების ხართ ხო, რომ ესე იგი არ გამოგივიდეთ არაფერი, თვლაც რო აგერიოთ, ტვინი აქვს, სულ არეული გაქვთ, კი, მესამე ჩაკრა, სასიცოცხლო ჩაკრა, თავისი მენტალი, თავის პორჩა, ჯადოს მუხსნა, ტვინის გასახსნელი არის იქ რიტუალები და უყურეთ, პარალელურად უნდა უყუროთ გოგოებო ბიჭებო, რომ დაეხმაროთ თავს, დაეხმაროთ, ასევე პარალელურად გირჩევთ უყუროთ იმას რა ქვია, კრადნიკები არის ჯანმრთელობაზე. დედებო, მამებო, არის ოჯახზე, შვილებზე კიდე არის ესეთი ლოცვები მაქვს, ნახეთ რა დღეშია სანთელი, პარალელურად შეგიძლიათ ჩაურთოთ თქვენს შვილებს, აი ეს რაც ჩამოვთვალე, რომ დაიმახსოვრეთ, მოусმინეთ, აღარ მკითხოთ რა ნინია რომელი თქვი. ხო, ამას მე ხა ჯერ კიდე გისუფთავებთ აი ამ ყველაფერს, კრადნიკებს, მენტალზე, მაგიურ შეტევებს, მაგიურ დარტყმებს, კალდავსტვოს რო ეძახიან, აი არის მაგიური დარტყმები, აი ამას ყველაფერს ხსნი ჩემი გამომწერებიდან, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამომწერებიდან. ვანთავისუფლებ თქვენს თითოეულ სისხლძარღვებს, გიწმინდავთ სახასრარას, რო წვდომა გქონდეთ სამყაროსთან, კოსმოსთან, რომ შეძლოთ ადვილად დამახსოვრება. ეს აი აქ ჩამოვიდა კისრამდე, აი ეს ჩონჩხის თავი, ნამდვილად რა ნამუშევარი აქ სპეციალურად არის გაკეთებული. ხსნი აი ამ ყველაფერს, რომ ხელის შემშლელი ფაქტორები, ბლოკები, რაც არის თქვენს მენტალზე, გოგოებო, ბიჭებო, მხოლოდ ჩემო გამომწერებო, რომ ადვილად შეძლოთ სწავლა. ვთხოვ წმინდა ნაუნწინას წარმეტყველს, რომ დამეხმაროს, რომ ჩემი ძალებით, ვინც მე ამ ვიდეოს უყურებს, მხოლოდ ჩემი გამომწერებმა შეძლონ და გაიადვილონ აი ამ ლოცვით, აი ამ რიტუალით, აი ამ ჩაწერილი ვიდეოთი გაიხსნან ტვინი, გაიხსნან სისხლძარღვები, აი ეს ნეგატივი მაქსიმალურად თუ არა რაღაცა პროცენტით მაინც აქედან აი ამ რიტუალიდან რომ მოგეხსნათ, არ მუშაობს კარგად სანთელი. აი ჩამოდის, დაიწყო. ჩამოდი ნეგატივო, ჩამოდი. ვასუფთავებ თქვენს სისხლძარღვებს, სახასრარას, რომელიც ჩაკეტილი გაქვთ ბევრს, კი, აი ნახეთ როგორ ისვრის. ყურებს ვასუფთავებ ყურებს, რომელიც ბევრს აქ მიჩვენებენ ახლა როგორც საცობები, რო გაქვს ყურში რო ნაუშნიკები რაღაცა გაგუდვა ყურებში, ხო? ან წნევის ავარდნა, ეს ბავშვებშიც ხდება, აი უცებ ნახეთ. აი ამ ყველაფერს ხსნი,
ჩამოვიდა სიშავეები ჩამოვიდა რომელიც ესე იგი გიშლით დამახსოვრებაში მენტალი გაქვთ გადაკეტილი გოგოებო ბიჭებო მოზარდებო ბავშვებო დიდებო ძალიან ძნელად მუშაობს არც ესე არ ვარგა აი ნაწილ რა ნაწილ ძლივს ეხა მე რო აქ ვზივარ თავბრუ დამეხვა აქ ყელში გაგუდვა გაქვთ კიდევ რომელიღაცა პროცენტს თითქოს აი ბურთის გაჭედვაც მაგრამ უფრო აი ყელში რო გიჭერენ აქ კაუჭი გაქვთ გამოგმული ვიღაცას აქ არის მონების აი დამონება ადამიანი ისეთი პორჩაც კეთდება აქ ბევრს ეგ გაქვთ გაკეთებული არსებობს კიდე ძაღლის საშეინიკი ანუ ძაღლის საყელური აი ესეც დამიფიქსირდა კი აი ამ ყველაფერს ხსნი თქვენგან ჩემო გამომწერებო გოგოებო ბიჭებო ჩემგან და აი ამ ყველაფერს ვისაც ეს ოხო ხედავთ რეები ხდება ჩემგან მეთქი და თქვენ რა გონია მე არ მებრძვიან აბა მე მებრძვიან თუ მებრძვიან აი ამ ყველაფერს რაც ჩაკეტვა არის მენტალზე აი ეს ბლოკები უაზრო ენერგოვამპირული ძრომები შემოძრომები მენტალში თქვენს ტვინში ჩემს ტვინში ვინც ცდილობს რომ აი ეს გააფუჭოს ეს ყველაფერი ადრე თუ კარგად გამოგდიოდათ თუნდაც საჭმელი მოდი ესე ვთქვათ ხო დიასახლისებიც რამდენი მიყურებთ ხო თუნდაც აი რომ ესე იგი ინგრედიენტებს ადვილად მოიგონებდით აი დღეს ეს უნდა გავაკეთო და უკვე აღარ გამოგდით ხო გაჭედვა გაქვთ ტვინში აი ესაა ჩემო კარგებო აი ეს მაგიას კარტი მაგი რომ იდევს და აი ეს პრინცესა ყველანაირად დააჩქარებს აი ამ პროცესს და წმინდა წინასწარმეტყველ ნაუმს ვთხოვ კიდევ ერთხელ რომ მე და ჩემმა გამომწერებმა გოგოებმა ბიჭებმა შევძლოთ კარგად სწავლა წაკითხვა დამახსოვრება ციფრების კარგად ათვისება დამახსოვრება ვისაც ესე იგი სასკოლო გამოცდები გაქვთ გოგოებო ბიჭებო რომ ბილეთები კარგად დაიმახსოვროთ აითვისოთ ვისაც მართვის მოწმობა გაქვთ ჩასაბარებელი ბილეთები რომ და ესე იგი თუნდაც დაიზეპიროთ ბევრი ვერ იზეპირებს ხო აი ეს რაც წინააღმდეგობებია რაც ესე იგი ტვინთან და ოპა აქ საფლავზეა ნამუშევარი გეუბნებით საფლავზე ეს შავი სანთელი კადრში რო ჩანს ეგ თან წმინდავს ყველაფერს და თან სამჯერ ჩაქრა თან უკან აბრუნებს აქ მე ხა საფლავზე არ ხსნი მაგრამ აქ მოიხსნა რაღაცეები აი სასაფლაო დაფიქსირდა აქ ზიან 1 2 3 4 პიროვნება და რაღაცას აკეთებენ აქ ეხა ბევრი მიყურებთ და შეიძლება არ არის გამორიცხული ერთ პიროვნებას სხვადასხვა გებრძვით მაგრამ ერთი და იგივეზე გირტყავენ მიხვდით ხო შეიძლება საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ზუსტად ერთი და იგივეზე გირტყავენ რაზე მენტალზე, იმიტომ რომ იციან ჩემი და თქვენი გონებრივი აზრობრივი შესაძლებლობები, რომ ვაჭრობაში აღარ გქონდეთ წინსვლა, რომ კლიენტურა შეწყდეს, აი ამ ყველაფერს ხსნი ბლოკებს და უკან ვაბრუნებ გამომგზავნთან. საიდანაც მოვიდა, იქ წავიდეს, როგორც თქვი, ასეც იქნება და ასეც გახდა. გაასმაგებულ ბუმერანგს უშვებ არნახული სისწრაფით, შავი სანთელი გაგიჟდა. ამყვა. არ ნახული სისწრაფით, მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო. აი აქაც, ფიგურებზე რა, ქალები, კაცები, ბავშვები და ესე იგი ერთად ამოდის ყველაფერი, ერთად რა. ერთად ამოვიდა ყველაფერი, გოგოებო, ბიჭებო.
ეს გაცივდეს, მე ხა გადავდგავ ამას ერთი წუთით და მე განახებთ რა იქნება. აჰა. უკანაც კიდე იქეთ თეთრი სანთელიც გვაქვს, აი თეთრი სანთელიც გვაქვს და მე ხლა კადრში უნდა შემოვიყვანო სურპრიზი. აი ეს უყურეთ, რა არის წიგნი. ნახეთ, ნინიამ რა მოგიმზადათ. ეს არის სანთელი, რომელიც დაბლა რუნა, რომ დააჩქაროს. ეს არის სანთელი, წიგნი, ჩემოკარგებო, ნახეთ რა ლამაზია. არც ცისფერი ავიღე, არც ვარდისფერი. ხა კადრში არ ვიცი როგორ უტყავს. ეს არის მოკრემისფრო, რომელიც, ესე იგი, ბიჭებსაც გამოგადგებათ და გოგოებსაც, რვეულები და წიგნები. ნახეთ. აი სად მიდის თქვენი თითოეული ჩარიცხული გამოსასყიდები, მე ხო ესე გპირდებით ხოლმე. აქ დამუშავებულია და ყველაფერი, ესე იგი, ნათქვამია. მე ხლა რუნებს გავააქტიურებ თქვენთან ერთად. ეს მე კადრში ხა ცოტა ხანი გაყურებინებთ, მე ამას ბოლოს თქვენს გარეშე, როგორც ყოველთვის, სხვა ლოცვებით დავამთავრებ, ხო? ამინ. აი ეს გაგიხსნით გონებას კიდევ ერთხელ დაგეხმარებათ, ჩემო გოგოებო, ბიჭებო. ასე მოგიტრიალებთ ცოტას. ვიცი რომ მენდობით, აი უყურეთ, სანამ იმუშავებს და მერე უკვე მე ჯერ არ ავთავ. აქაც უნდა წავიკითხო ლოცვები. ხო, ნახეთ როგორი სილამაზეა რა, ძალიან სილამაზეა, მინდა გითხრათ. ძალიან სილამაზეა. აი ასე მიყვარხართ და ასე ვცდილობ თქვენთვის, გოგოებო, ბიჭებო. აქ ბიჭებსაც ვიგულისხმე, გავითვალისწინე და გოგოებსაც. იმიტომ რომ ცალკე ვარდისფერი, ცალკე სიტყვაზე ცისფერი ან ლურჯი ან ნაცრისფერი აღარ იმას ვქენია. ბარემ ერთად ჩავატიე ეს ჩემმა ძველმა გამომწერებმა იციან ახალ გამომწერებო, რომ მე რაც გამომაქვს სტუდიაში, ეთერში, ჯერ ჩემთან არის სახში კაი ხანი და მე იტვირთება ჩემი ენერგეტიკითაც და მე ყველანაირად ვამუშავებ ხოლმე და ანუ ეგრევე არა ვარ, რომ შევიძე ნივთს, ეგრევე არ გამომაქვს, მიხვდით ხო? აი ესეც იტენება, მე ლოვე აწერია, ნახეთ რა საყვარლობაა. ნახეთ და მე ამასაც დაგიპროგრამებთ, სურპრიზ გაგიკეთებთ მე ამითაც და კიდე ერთი რაღაცა შევიძინე. იმას სურპრიზად დავიტოვებ. რომელიც კიდე იტენება. ხო, ეხლა სწავლაში რომ ახლა გაგვეხსნას ხო, მეც და თქვენც ხო, მე ახლა ბოდიში თამას ამოწევ, შეიძლება ზოგს გაუკვირდეს ნინია და სწავლ. დიახ, წიგნების სწავლას არ გულისხმობ, მე გულისხმობ ჩემს უბრალოდ სხვანაირად განვითარებულ ცოდნას, მიხვდით ხო? რომელიც ესე იგი აუცილებლად მეც დამეხმარება, მე ნამდვილად არ მაქვს იმისი დრო, რომ ცალკე ვიჯდე და აი ესე რიტუალები ვაკეთო, არა, ნამდვილად არ მაქვს მაგის დრო. და ასე რომ სიმართლე გითხრათ, ნამდვილად მუშაობს ჩემი რიტუალები, ნამდვილად მე ძალიან მეხმარება და წაიკითხეთ ხოლმე, ვინც არ იცით
და ახალი შემოერთებულები ხართ გოგოებო, ბიჭებო, მოგესალმებით ჩვენ ოჯახში. ჩვენ ვართ ერთი კარგი, ძლიერი და მოსიყვარულე ოჯახი. ჩვენთან მხოლოდ კეთილი და კარგი ხალხი არის ჩემს არხზე. სხვანაირად არ იქნება, სხვანაირად იბლოკებიან უფლისგანაც და ჩემგანაც. და არასასურველი კომენტარებისგან თვითონ ბლოკავს ან შლის მექანიკურად, ავტომატურად ის რა ქვია თვითონ YouTube, იმიტომ რომ ახალი კანონები აქვს, ყოველთვის ცვლის და მე და სხვა ჩემნაირად ვინც პრაქტიკოსია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიცახ, ჩვენ არ განვაგებთ ამას, ხო? ჩვენ უნდა მივყვეთ ამ არხის წესებს და კანონებს, რა თქმა უნდა, ხო? ეხლა მე აქ გაჩვენებთ რა არის, როგორ არის და მე უკვე გეტყვით აქ რა უნდა გაუშვათ. ნუ აქ რა არის ახლა, ეგ ამოვიდა ძალიან ესეც არ არის კარგი, როგორც აღნიშნე, ცუდად მუშაობდა, ძალიან ცუდად იმუშავა სანთელმა. თავში ვესიშავე, მზის წნულზე ვამბობდი, აგერ ბავშვები, აგერ ფულები რო სხვაგან გადის, ან ისე ხარჯავთ, აგერ გემაიმუნებიან, როგორი კლოუნიზმი და მაიმუნი დაფიქსირდა თქვენი აზრები, თქვენი ეს ყველაფერი გადაგდით სხვა თამაშებში, ეშმაკურ თამაშებში, ფილმებში, ეშმაკურ გართობებში და ასე შემდეგ. აი რამხელა დემონია უყურეთ და კურდღელი შიში უყურეთ, აი ეს აფორიაქებები, აი აქაც უყურეთ ზის კიდე მეორე დემონი და ეს ბაბაიაგაცა, ეს კალდუნიაცა და აი აქ ხელში რაღაცა უჭირავს და აკეთებს პორჩებს, რომ ხალხი გააფუჭოს. აი აქაც გასაღებები, ჩაკეტვები და ასე შემდეგ, რომ ესე იგი ერთიანი პირველი ადგილი არ აიღოთ, ან მოწინავე ადგილი დაკარგოთ თქვენს საქმიანობაში, სწავლაში, გადაათამაშოთ თქვენ თავზე და სხვამ გაჯობოთ. მიხვდით ხო? აქ არის კიდე ფრთები, ეს არის შავი ანგელოზის ფრთები, ეს აქაც დიდი ვირთხა და თხუნელა რა არის, პარავს ხო, იპარავს ხო, ტვინს გიღრღნით და რო დაჯდებით, რომ მაგალითად ესე იგი უნდა დაიწყოთ სწავლა, არადა სხვა რაღაცაზე გადაგდით ურთიესა გონება ხო? აი ეს არის ჩაიდანი უყურეთ და ქვაბი. აი ხო ვთქვი, თქვენი საქმიანობა შეიძლება დიასახლისი ხართ, შეიძლება ესა და აღარ გამოგდით ხო? ვაიმე რა ხდება? ეს ან დაგავიწყდათ ინგრედიენტის ყიდვა, ელემენტარული რაღაცები. ეს აქვე ესა სომხური მაგიაცაა ჩარეული, აფხაზური მაგიაც მუსულმანის გარდა, ხო, გენაცვალე ესე ამოდის. კლიტეებზე რა, ნახეთ როგორი თოკებით ჩაკეტვები, აქ იარაღი ამოვიდა, ესე იგი ვიღაცა სამიზნეში ყავხართ ამოღებული, რომ წინ ესე იგი აქ აი რუნები, ნახეთ რუნები, რომ წარმატება არ გქონდეთ გენაცვალე, აქ წერია რატომ, მიხვდით, რომ არ გქონდეთ წინსვლა, აი გამოჩნდა სულები, აი აქ გამოჩნდა ქოლგა, წარმატებას გიხურავენ, თავზე გადაფარებული რაღაცა, რო ვერ იაზროვნოთ, ნახეთ, ტვინზე. ნუ აქაც კბილები, თევზები, დელფინები, აი უყურეთ, სიმშვიდე რო აღარ გქონდეთ და რამხელა დემონები და სუშნასწებია, ხო ხედავთ, რეები დაფიქსირდა. კარგით. ამას გადავდგავ. ეხლა გოგოებო, ბიჭებო, ან დედებო, მამებო, უყურეთ, კარგად უყურეთ ამას. მე ეხლა მომას ვიზავთ, გავაგრძელებ კითხვას და მერე გეტყვით რა უნდა გააკეთოთ, ხო?
კარგით, განვაგრძობ მე ხა რაღაცა სიტყვები ვთქვი, რაც საჭირო იყო. წმინდა წინასწარმეტყველო ნაუმ, დალოცე მონახთისა, თქვენი სახელი? სწავლის წყურვილისთვის, სწრაფი გონებისთვის, მოხერხებული ენისათვის, ყველა მეუფის სიყვარულისათვის, დაე მონახთისა სახელი, მეცნიერებაში იყოს პირველი, ყველასგან და თან სდევდეს მას წარმატება. წინასწარმეტყველო ნაუმ, გახსენი წმინდა წიგნი, მასში ღვთის სიტყვები იკითხება, ცოდნა ღვთის მონა, სახელი თქვენი ან ვიზეც აკეთებთ, სკენ მიემართება. წმინდა მამა ნაუმო, მოხსენი მონახთისა სახელი, სიზარმაცე, უყურადღებობა და გაუგებრობა, მოხსენი ბორკილები ტვინიდან, მე აქ ახლა ჩაგიმატებთ გაფანტულობასაც, ნისლი და მოწყენილობა, ყველა ტვინის ტანჯვა, დაე საუბარი მონახთისა სახელი, იყოს სწრაფი, ხელი საწერად მოქნილი, ხოლო ტვინი ნათელი და სუფთა, საუბარი ჰქონდეს აზრიანი, ჰქონდეს სურვილი მონახთისა სახელი, მეცნიერებისკენ და არ დარჩეს ადგილი სულიერი ტანჯვებისათვის, სახელისა მამისათა და სულისა, წმიდისათა, აწდამარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. აქ უკვე დაიწყო უკან ჩამოსვლა, გასწავლით მეთქი, ხო გასწავლით, გაჩვენებთ მერე. უყურეთ და თან აქ იფიქრეთ, თქვენი პრობლემა, თქვენი სიტუაცია იფიქრეთ. და რა პრობლემები გაქვთ ის ჩაყარეთ და როგორ მერე უკვე ის წარმოიდგინეთ ბოლოს და დაწურილებით უნდა ჩააქცევოთ. მომისმინეთ კარგად, ორი სიტყვის გაკორით არა. თქვენს ენერგიებზეცაა ეს დამოკიდებული გოგოებო ბიჭებო და დედებო და მამებო ბავშვებისთვის რო უყურებთ. კონკრეტულად პრობლემა და კონკრეტულად წარმოიდგინეთ, რომ მთელი გულით და დაჯერებით და სულით, რომ ის პრობლემა უკვე მოხსნილია და წარმოიდგინეთ, როგორ მოიხსნა და რანაირად მოიხსნა, ანუ როგორც თქვენ გინდოდათ. წმინდა წინასწარმეტყველო ნაუმ, დალოცე მონახთისა სახელი, სწავლის წყურვილისთვის, სწრაფი გონებისთვის, მოხერხებული ენისათვის, ყველა მეუფის სიყვარულისათვის, დაე მონახთისა სახელი, მეცნიერებაში იყოს პირველი, ყოველასგან და თან სდევდეს მას წარმატება. წინასწარმეტყველო ნაუმ, გახსენი წმინდა წიგნი, მასში ღვთის სიტყვები იკითხება, ცოდნა ღვთის მონა სახელი, სკენ მიემართება. წმინდა მამა ნაუმო, მოხსენი მონახთისა სახელი, სიზარმაცე, გაფანტულობა, უყურადღებობა და გაუგებრობა, მოხსენი ბორკილები ტვინიდან, ნისლი, მორაგს რო ეძახიან, ნისლი და მოწყენილობა, ყველა ტვინის ტანჯვა, დაე საუბარი მონახთისა სახელი, იყოს სწრაფი, ხელი საწერად მოქნილი, ხოლო ტვინი ნათელი და სუფთა, საუბარი ჰქონდეს აზრიანი, ჰქონდეს სურვილი მონახთისა სახელი, მეცნიერებისკენ და არ დარჩეს ადგილი სულიერი ტანჯვებისათვის, სახელისა მამისათა და სულისა, წმიდისათა, აწდამარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ესეთი კარგი სურნელი აქვს. წმინდა წინასწარმეტყველო ნაუმ, დალოცე მონახთისა სახელი,
სწავლის წყურვილისთვის, სწრაფი გონებისთვის, მოხერხებული ენისათვის, ყველა მეუფის სიყვარულისათვის, დაე მონახთისა სახელი, მეცნიერებაში იყოს პირველი, ყოველასგან და თან სდევდეს მას წარმატება, წინასწარმეტყველო, ნაუმ, გახსენი წმინდა წიგნი, მასში ღვთის სიტყვები იკითხება. ცოდნა ღვთის მონა სახელი სკენ მიემართება. წმინდა მამა ნაუმო, მოხსენი მონა ღვთისა სახელი, სიზარმაცე, უყურადღებობა და გაუგებრობა, მოხსენი ბორკილები, ასევე გაფანტულობა, მოხსენი ბორკილები ტვინიდან, ნისლი და მოწყენილობა, ყველა ტვინის ტანჯვა დაე საუბარი მონა ღვთისა სახელი იყოს სწრაფი, ხელი საწერად მოქნილი, ხოლო ტვინი ნათელი და სუფთა, საუბარი ჰქონდეს აზრიანი, ჰქონდეს სურვილი მონა ღვთისა სახელი მეცნიერებისკენ და არ დარჩეს ადგილი სულიერი ტანჯვებისათვის, სახელისა მამისათა და სულისა წმიდისათა, აწდამარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ, ამინ. აი უკან წამოვიდა. ესე იგი, ბევრს გაქვთ ზურგის პრობლემები, ზურგში პორჩები გაქვთ, აი უკვე ნაფეხური გაიხსნა, აქ ეს არის, რა ქვია, თირკმელები, ეს არის წინაპრების სიტუაცია, შეიძლება სისხლით ნათესავებისგანაც არის შური, არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ პირდაპირ იმას აქნა, რა ქვია, უკნიდან დაიწყო მუშაობა, აი აქედან დაიწყო მუშაობა, მიხვდით ხო? ხო. ასე გქონდეთ. ეს წინაც წამოვიდა უკვე, მუშაობა, აქ არის ზემოთ, ესე იგი, თავი და ყელი, ხმის ჩაკრა, უყურეთ, ხმის ჩაკრა, გაიწმინდეთ, ბავშვებს გაუწმინდეთ ჩაკრები, ხმის ჩაკრა, ყელის ჩაკრა არის, ვიშუთხა, მერე არის მხრებზე, შეიძლება დაჭიმულობა და აი ეს რაღაცა ესე მოჭიმულობაც არის, მერე წელი, მუცელი, ფეხები და ქვედა ჩაკრები. სულ ესე იგი ბევრს გაქვთ ეს გასაწმენდი, მეგობრებო, ან თქვენს პიროვნებებს, შვილებს, ვისთვისაც მე ამ რიტუალს უყურებთ. ეს რიტუალი უნდა უყუროთ ბოლომდე. რიტუალის აჩქარება არ შეიძლება ხმის, იმიტომ რომ არ ჩაგეთვლებათ იმ მაგიურ ძალას გამოტოვებთ, რაც საჭიროა, რომ ამ დროს, აი აქ ეხლა რაც მძვინვარებს, ხო, ძალები, ჩემი ძალებიც, ხო, და უფლის ძალებიც, რუნის ძალები და ასე შემდეგ, თვითონ აი ამ წიგნის, ესე იგი, წმინდა წინასწარმეტყველის ნაუმის ძალა, აი აქ ძალა, რომ ისწავლოთ კარგად, ჩემი ჩათვლით, რომ დავიმახსოვროთ კარგად, მიხვდით ხო? აი ეს ყველაფერი, აი უკან კითხვის ნიშანი დაეწერა. ესე იგი, აი ეს კითხვის ნიშანი მოიხსნება ბევრ ჩვენთაგანში. აი აქ არის გაბერილი ლოყებიანი, გაუმაძღარი ადამიანი როა, ეს ცოტა წაწვეტილი ქართული ცხვირით, სქელი ცხვირით, ეს არის ქალბატონი, მამაკაცსაც გავს, ორსახიანი ამოვიდა, რომელიც ესე იგი გიშლით, აი ან პედაგოგი ყავთ ისეთი, რომ გიშლით, აი არის, რომ განეგატივებს, არც ამას არ გამოვრიცხავ. და თვითონ ეს ღორსაც გავს, ღორი რა არის მაგიაში, ბუდიში, აი ნეგატივი ამომდის.
გაუმაძღარი ადამიანი, აი საზიზღარი ადამიანი, რომ ესე იგი დაუნდობელი მიხვდით ხო, რომ თქვენი წარუმატებლობა რომ ყოველთვის უხარია და კიდევ და კიდევ გაუხარდება. აქ ვინც ესე იგი ასწავლით ქალბატონებო და მამაკაცებო, მასწავლებლები ბრძანდებით ხო, პედაგოგები სწავლის სტრუქტურაში ხართ. მოკლედ, აი ყველაფერი მაქვს აქ ჩათვლილი მე, აბსოლუტურად ადვოკატები გინდა და ასე შემდეგ. რაც რვეულს და წიგნს ექვემდებარება, ყველაფერი აბსოლუტურად, რომ ადვილად ისწავლოთ. რიტუალის ყურების დროს გახსენით ფეხები და ხელები, არ გადააჯვარედინოთ, არ გადაადოთ ერთმანეთზე. მე ხა აქ გაჩვენებთ. უი, კიდე წამოვიდა, ნახეთ, ჩამოდის და ჩამოდის. აივსო, ისა, ნახეთ, აივსო, ნახეთ, აივსო. კარგია, ის გაწმინდავს, კარგია. ხო. ყველაფერი ჩავაქსოვე მოკლედ. მეგობრებო, ეხლა მე ამას თქვენ არ დაგალოდინებთ, გეტყვით რომ 12 ლარი იქნება გამოსასყიდი და ამას ეხლა მომისმინეთ, უნდა უყუროთ ერთი თვე. ნუ შემეკითხებით ნინია რამდენი დღეა, ნუ გამაგიჟებთ. ერთი თვე უყურეთ, აი დღეს ჩართეთ ხო? დღეიდან ერთი თვე. დღეის ჩათვლით. არ გამოტოვოთ დღე არ უნდა ჩააგდოთ. თუ დაგავიწყდებათ და ჩააგდებთ, თავიდან უნდა დაიწყოთ. დამიჯერეთ, ესე მუშაობს მაგია და ჩემი რიტუალები საერთოდ ესე მუშაობს. ხო, და დღეში უნდა უყუროთ 3 ჯერ. ერთი თვის მანძილზე დღეში 3 ჯერ. ერთი თვე დღეში 3 ჯერ. ერთი დღეს მაგალითად ჩავრთე, დილა, შუადღე, საღამო, დღეში 3 ჯერ. მიხვდით ხო? ერთი თვის მანძილზე. ეს დაგეხმარებათ. მე ერთი თვის მანძილზე ბევრს უკვე ძალიან მალე შეეტყობა, ერთი კვირის მერე შეეტყობა წინსვლა. აი ეს ერთი თვე იმიტოა საჭირო. ბევრს მართლა ერთი თვის მერე დაიწყებს ხო? აი ამ მიმართულებას, მაგრამ თან ისწავლეთ, თან ამ რიტუალს უყურეთ და დამიჯერეთ ძალიან ესე იგი წინ წახვალთ. აი ნახავთ თუ არა. მოკლედ ჩემო კარგებო, ერთხელაც უკან გაჩვენებთ. უბრალოდ ძალიან დიდი დრო უნდა ამას მე ახლა შეიძლება ხვალამდე ენთოს. არ ხუმრობ, მოკლედ რო იცოდეთ, კარგად მიდის მუშაობა, თქვენი ავადმყოფობები, თქვენი სიზარმაცები, აი ბილიკები გაიხსნა, ეს რვეულებზეც, ეს წიგნებზეც ხო გაინახეთ ფეხს ხედავთ, აი კითხვის ნიშანი, აქ 7-იანიც არის, ვიღაცას მოცელილი ქონდა თქვენი ტვინი, მოიხსნა ეს კითხვის ნიშანი, გასაღები გაიხსნა, ხალხნო, ნახეთ. თქვენ წინ ხდება ყველაფერი მაგია. და აი ასე დაგემშვიდობებით, მე ახლა აი უფრო ესე სწორად შემოვატრიალებ როგორც საჭიროა და რო სწორად ხონდა აგვისრულდეს. აი ესე დაგემშვიდობებით მეგობრებო და მომავალ შეხვედრამდე.